ბათუმის ახალი ლოგო კომისიამ ჯერჯერობით ვერ გამოავლინა ესკიზი, რომელიც ინტერნეტ გამოკითხვის მიხედვით ლიდერობდა განსახილველად სამუშაო ჯგუფს გადაეცემა. ჯგუფის სპეცისტებისაგან დაკომპლექტება, რომელიც კონკურსში მონაწილე ნიმუშებს სპეციალურ კრიტერიუმების მიხედვით განიხილავს. როგორც კომისიის წევრები ამბობენ, 183 ესკიზიდან მხოლოდ ის ნიმუში გახდება გამარჯვებული, რომელსაც არა კომისია, არამედ სამუშაო ჯგუფი მიანიჭებს უპირატესობას. აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი განმარტავს, ერთპიროვნული გადაწყვეტილების თავიდან ასაცილებლად მიიღეს. ბათუმის სიმბოლოს გამოსავლენად ელექტრონულად ხმის მიცემის პროცედურა დღეს დილით დასრულდა. შევქმნით კიდევ სამუშაო ჯგუფს, რომელსაც მოვიწვევთ შესაბამისი სპეციალისტ მოგეხსენებათ, რომ მე არ ვარ და ბევრი ჩვენი კომისიის წევრი არ არის სპეციალისტი ამ საკითხის და შესაბამისად შეიქმნება ჯგუფი, სადაც იქნება დაკომპლექტებული რამოდენიმე ადამიანი სპეციალისტი, ვინც ამ ლოგოს ირგვლივ რაღაც რეკომენდაციებს და რჩევებს მოგვცემს.